რუსთავი-თბილისის ავტობანის პროექტის დეტალები მშენებელ კომპანიასთან დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ განიხილეს. Sinohydro Corporation Limited-ის წარმომადგენლებთან ერთად ავტომაგისტრალის ის მონაკვეთი მოინახულეს, სადაც უახლოეს დღეებში მშენებლობის პროცესი დაიწყება. ავტობანის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა 22 აპრილს დაიწყება და 17 თვე გაგრძელდება. პროექტის ღირებულება 88 მილიონ ლარზე მეტია. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და აქტიურ ფაზაში გადადის რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მშენებლობა. მინდა გითხრათ, რომ გარდა იმისა, რომ მოძრაობა განიტვირთება ამ მაგისტრალზე, გარდა იმისა, რომ შემცირდება დრო რუსთავიდან თბილისში გადასაადგილებელი ამ პროექტში ჩვენ პირობა მივიღეთ, რომ დასაქმებულები იქნებიან ადგილობრივები. ეს არის გრიგით მეორე შეხვედრა. პირველი შეხვედრა ქონდა ერთი კვირით, სადაც მოხდა ტექნიკურ საკითხებზე საუბარი, კერძოდ რა რაოდენობის ადამიანს დასაქმება შეეძლო კომპანიას. ანუ რეგისტრაცია მიმდინარეობს, კარგი არის, რომ აქცენტი აღებული არის რუსთაველ მუშახელზე. მე როგორც ვიცი 22-ში იწყებენ მუშაობას და ანუ რაღაცა მეტაპობრივად მოხდება მუშახელის მწოდება კომპანიასთან.